დაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ კათოლიკოს პატრიარქის ეპოქაში, ილია მეორის ეპოქაში ვცხოვრობდით და ვხედავდით მის პერსონალურ ღვაწლს და მის ეპოქათაც შეფასდა, ხო, მისი ეს 59 წლიანი ტახტზემყოფობის პერიოდი. ჩვენ ასევე კონსტიტუციურადაც და მთელი ჩვენი არსებით აღიარებული გვაქვს ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ჩვენს ისტორიაში და ჩვენს სახელმწიფოებრიობაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ძალიან დიდია ინტერესი და ძალიან დიდია მოლოდინი და მღელვარება შესაბამისად, როგორ განვითარდება მოლოდინი ეს პროცესები. ბატონი ლაშა აბრძანებდა და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენთვის ეს არის ახალი მოვლენა, ახალი რეალობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და საერთოდ აი ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ მართვაგამგეობის დებულების შესაბამისად ჩვენ პირველად ვიღებთ გადაწყვეტილებას და თან ამ ყველაფერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის, რომ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო ერშიც და ეკლესიაშიც, რომ ბუნებრივია ძალიან დიდი გამოწვევა არის თითოეული კანდიდატურისთვის შემდგომი ეპოქის პატრიარქობა, ასე ვთქვათ და მე მართლაც ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, რომ ყველას გულის პასუხი იქნება მიღებული, იმიტომ რომ ჩვენი ქართველი ადამიანისათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის კიდევ მეორე მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი და ნუგეში გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისათვის, მაშინ როდესაც სახელმწიფო ვერ გაძლევს რაღაც გარანტიებს ისეთს, რომ შენ იყო მომავალთან დაკავშირებით უშფოთველი, კონდეს პერსპექტივის განცდა და ასე შემდგომ, კიდევ უფრო მძაფრია, ხო, ეკლესიის როლი ასეთ დროს, იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ საყრდენი და ამ საყრდენს ისინი სწორედ ეკლესიის წიაღში პოულობენ. იქნება თუ არა ჩარევა. მე ხა გულუბრყვილო უნდა ვიყო, რომ თქვა, რომ ცდელობა არ იქნება, დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო პერიოდში რა მოვლენებსაც ხედავდით საპატრიარქოსთან მიმართებაში, ეს მაძლევს სამწუხარო საფუძველს იმისას, რომ ამაზე ვიფიქრო. დაწყებული ციანიდის საქმიდან, გაგრძელებული სუსისკრეფსებით, რომლებიც აბსოლუტურად შეგნებულად იქნა გამოშვებული, თავიდანვანებოთ იმას, რომ აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა სასულიერო პირს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს იწერდნენ გაუთავებლად და მე ალბათ ამას გარკვეული შანტაჟისთვის და თავისთავად ის ფორმაც, რომ ეს გამოვიდა სააშკარაოზე, შანტაჟის ძალიან მძიმე ფორმა არის და ამავდროულად იმ სუსისკრეფსებში რა მართალი იყო და რა ტყუილი ამის გარჩევა უკვე ძალიან ძნელი იყო მოგეხსენებათ და დიდი დარტყმის განზრახვა იყო ეკლესიის ავტორიტეტზე, როდესაც ეს კრეფსები გავრცელდა. ეკლესია მაინც გაუძლო და განსაკუთრებით პატრიარქის ავტორიტეტმა გაუძლო, იმიტომ რომ პატრიარქზე იყო ყველაზე მეტად გამიზნული ციანიდის საქმის შეტევაც და აი ეს კრეფსების თემაც, მაგრამ აი იმ დაკრძალვის დღეებმა, გლოვის დღეებმა ჩვენ დაგვანახა, რომ პატრიარქი რაღაცნაირად სხვა განზომილებაში იყო ჩვენი ერისთვის და აბსოლუტურად ისეთი კატეგორიის ადამიანებიც კი იყვნენ იმ დღეებში, აი იმ უდიდეს რიგებში, რომლებსაც შესაძლოა ეკლესიაში ერთი-ორჯერ ჰქონდათ ფეხი შედგმული, მაგრამ პატრიარქი უყვარდათ, პატრიარქი ეიმედებოდათ, პატრიარქი ეთავისებოდათ, თავისიანად მიაჩნდნენ და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იყო ასეთი მცდელობა აი ამ ჩაგეკითხებით თუ შეგაკავდნო ფიქრია, ბევრი თანხდება ალბათ იმაზე, რომ პატრიარქის მიმართ საზოგადოების მრევლის ნდობა და პატრიარქის რეპუტაცია არ უდრიდა საპატრიარქოს რეპუტაციას. აი საზოგადოების ნდობის ქონა რაც ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი და ბევრი თანხდება დღეს ასევე იმასაც, რომ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე დგას საპატრიარქო დღეს აი ამ პროცესში, როცა ახალ პატრიარქს ირჩევს, ხო? აი შანსებს რამდენად ხედავთ ამის?
მართლაც? ხო, რა ფორმულად თქვენ თქვით, პატრიარქის ავტორიტეტი მართლაც განუზომლად დიდი იყო, თუმცა პატრიარქისვე ავტორიტეტი იფარავდა რაღაცნაირად საპატრიარქოს და ინსტიტუციას, ის იყო რაღაცნაირად გამწევი ძალაც და ფარიც ამ ყველაფრის. ამიტომ ვთქვი მე, რომ დიდია, ძალიან სერიოზულია გამოწვევა და ხელისუფლების ჩარევის ინტერესი უდავოდ არსებობს. შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია მაქვს, ამას წინათ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რაც თქვა ღია ეთერში, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად ხვდებოდა პატრიარქს და ითხოვდა მისგან გადადგომას და გადადგომის პირობებს, როგორი უნდა ყოფილიყო ეს პირობები. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რა მოვლენა არის. ეს არის მოვლენა, როდესაც ხელისუფალი, ამ შემთხვევაში კიდევ პლუს არაფორმალური ხელისუფალი და ძალაუფლების მქონე ადამიანი რა უფლებით ითხოვს პატრიარქისაგან გადადგომას, თან იმ პატრიარქისაგან, როგორ პატრიარქზეც ვლაპარაკობდით, ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კონკორდატი სწორედ მიჯნავს ეკლესიისა და სახელმწიფოს უფლებამოსილებებს და სახელმწიფოს არაფერი არ ესაქმება, მით უმეტეს პერსონალური საკითხების გადაწყვეტაში ეკლესიასთან მიმართებით, როდესაც არის ლაპარაკი. გახსოვთ თქვენ ესეთი თემა შემოაპარეს ასევე ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნო პერიოდში, რომ მართლმადიდებლობა საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განვახორციელოთ და მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადოთ და თითქოს ყურს ეს კარგად ხვდებოდა, რომ აი ვიღაცა ზრუნავს თითქოს გადამეტებულად. მაგრამ თავად საპატრიარქომ, ეკლესიამ, კათოლიკოს პატრიარქმა აბსოლუტურად ზუსტი გადაწყვეტილება მიიღეს და ეკლესიისთვის სწორი გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება ეკლესია იყოს სახელმწიფოს ნაწილი და ჩინოვნიკებად გადავაქციოთ ეპისკოპოსები და მაღალი იერარქები სახელმწიფოს ხელში და გაჩერდა, ხო ეს? ასევე იყო პლანტაციების, მარიხუანას პლანტაციებთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც ეკლესიამ ძალიან მკაფიო პოზიცია დაიჭირა. ანუ ამ ფაქტებს რატო ვამბობ მე? როდესაც არის საჭირო, ჩვენ ნახეთ, რომ ეკლესიამ მკაფიო და ესეთი შეუვალი პოზიცია დაიჭირა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, როდესაც ჩვენ ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა ავირჩიოთ და მასთან ერთად უნდა განვაგრძოთ ცხოვრება, ხომ? იმიტომ რომ ეს ხო არ არის პრეზიდენტის არჩევა ან პარლამენტის წევრის თუ პრემიერ-მინისტრის არჩევა, რომელიც 5-4 წლიანი ვადით არის, ხო, შემოფარგლული. ეს არის მთელი სიცოცხლით ლამის, ხო, არჩევა პატრიარქისა თუ რაღაცა გარემოებები არ მოხდა და თითოეული სინოდის წევრისთვისაც ეს არის უმნიშვნელოვანესი ამბავი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ ვისი ხელმძღვანელობით გააგრძელებენ ისინი სასულიერო მოღვაწეობას და ერისთვისაც არის უმნიშვნელოვანესი ამბავი, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მე და ძალიან ბევრი ჩემნაირი, ჩემი თანაგუნდელები თუ და რა ვიცი, საქართველოში უდიდესი ნაწილი გულშემატკივრობთ იმას, რომ ეკლესია იყოს ძლიერი, რწმენა იყოს ძლიერი და ეს ინსტიტუციაც იყოს ძლიერი, იმიტომ რომ ინსტიტუციურ სიძლიერესაც თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში და მიუხედავად იმისა, რომ რწმენა არის ძალიან ინტიმური საკითხი და ადამიანის ღმერთთან მიმართების თემა არის უპირველეს ყოვლისა ცხადია, მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ამ ინსტიტუციურ მდგრადობას ამ მიმართულებით და ჩვენი კათოლიკოს პატრიარქები, მოწამე კათოლიკოს პატრიარქები, ხომ, რომლებიც ყავდა ამ ისტორიაში და ჩვენი პატრიარქი ის ამბობდა, რომ დიდი ტვირთი იყო, ხომ, იმ რთულ პერიოდში პატრიარქობა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრ ადამიანს და მეც მათ შორის მაქვს განცდა, რომ ის იყო მოღვაწე პატრიარქი, გრიგოლ ხანძთელის ტიპის პატრიარქი იყო, იმიტომ რომ მის ხელში ძალიან ბევრი სიკეთის განვრცობა მოხდა საქართველოში საეკლესიო მიმართულებით გულისხმობდა, არა მარტო საეკლესიო მიმართულებით, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ვინც არ უნდა იქნას გამორჩეული. ამ გამორჩეულობას განსაზღვრავდეს წმინდა სინოდის გულწრფელი მხარდაჭერა და არა ვთქვათ ვინმეს გარედან ჩარევა და ეს იქნება სწორედ გარანტი იმისა, რომ გარედან ჩარევა, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ იყოს და რაც მთავარია, ეკლესია, ჩვენი ეკლესია იყოს თავისუფალი იმ ძალიან მძიმე გავლენისაგან, რასაც რუსული გავლენა ქვია და რაც რაღაცნაირად ჩვენს მახსოვრობაში თითქოს დავიწყებას მიეცა არადა ასეთი დიდი მტერი, როგორიც რუსეთის ეკლესია იყო, საქართველოს ეკლესიას არ ყოლია და 200 წლის განმავლობაში ჩვენ იმდენი ასეთი მაგალითი გვაქვს დაგროვილი ჩვენი საეკლესიო საგანძურის მიტაცების კუთხით, ჩვენი ეკლესიების ნგრევის და ფრესკების გადაწერის და გადაღების კუთხით, ჩვენი სასულიერო პირების წამებითა და სიკვდილით, ჩვენი ასე ვთქვათ საეკლესიო სიწმინდეების შელახვით. უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს და ეს ფაქტები უნდა გვახსოვდეს ჩვენ და საქართველოს უნდა გქონდეს საქართველოს ეკლესიას უნდა გქონდეს ის მყარი საფუძველი, რომელიც მას ერთის მხრივ დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მეორეს მხრივ აძლევს შესაძლებლობას ჯანმრთელი ჯანსაღი თანამშრომლობისა სახელმწიფოსთან, სადაც ეს საჭიროა, ჯანმრთელი თანამშრომლობისა საერთაშორისო საზოგადოებასთან და მათ შორის ეკლესიებთან, რომლებიც ასე ვთქვათ ქრისტიანულ ეკლესიებს გულისხმობ და მას ჰქონდეს ასე ვთქვათ ღვთისმადლით შესაძლებლობა იმისა, რომ რა როლსაც საქართველოს ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენს ცხოვრებაში ასრულებდა, ეს როლი დღევანდელ აწმყოში და ხვალინდელ დღეში არ იყოს დაკნინებული არანაირად.